ვესტეროსის 5 იდუმალი პერსონაჟი. აშარა დეინი. ვესტეროსის ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი და ტრაგიკული ფიგურაა. იგი იყო დეინების სახლიდან, სოლარების ციხესიმაგრიდან. აშარას განსაკუთრებული სილამაზე ჰქონდა. იგი ჰარენჰოლის დიდ ტურნირზე შეხვდა რამდენიმე მნიშვნელოვან ფიგურას. მათ შორის იყო ედარდ სტარკიც. მან ედარდთან იცეკვა, რის შემდეგაც მათი ურთიერთობის შესახებ უამრავი ჭორი გავრცელდა. მოგვიანებით რობერტის აჯანყების დროს აშარამ დაკარგა ძმა, ლეგენდარული არტურ დეინი. მისი საბოლოო ბედი იდუმალია. ერთ-ერთი ვერსიით ის სტარფოლის კოშკიდან ზღვაში გადახტა შვილის დაკარგვის შემდეგ, რომელსაც ბევრი ჯონ სნოუს წარმოშობას უკავშირებს, თუმცა ეს მხოლოდ თეორიაა. ზოგი დღემდე ფიქრობს, რომ ის საერთოდ არ მომკვდარა, რადგან აშარა დეინის ცხედარი არასოდეს უპოვიათ. შესაძლოა აშარა დეინი ჯერ კიდევ ცოცხალია და მალავს ვესტეროსის ერთ-ერთ უდიდეს საიდუმლოს. ქუეითი ერთ-ერთი ყველაზე უცნაური და იდუმალი ფიგურაა მთელ საგაში. მის სახელს ყოველთვის წითელი ნიღაბი ფარავს და არავინ იცის ვინ არის სინამდვილეში. ის საკუთარ თავს მოიხსენიებს როგორც ჩრდილის მკითხავს, Shadowbinders. ქუეითი წარმოშობით არის ასშაიდან. ასშაი პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე ბნელი და იდუმალი ქალაქია. სავარაუდოდ ქუეითი ასშაის მისტიკურ ტრადიციებს ეკუთვნის და ჩრდილის მაგიას მისდევს. ასევე სავარაუდოა, რომ მისი ცოდნა ნაწილობრივ უკავშირდება ჰლორის მიმდევრებს, რადგან ასშაი სწორედ ამ კულტის ერთ-ერთი მთავარი ცენტრი იყო. ქუეითი პირველად დეინერის ტარგარიენს ქარჯში შეხვდა. მან დეინერის უთხრა, ჩრდილოეთისკენ წასასვლელად სამხრეთით უნდა წახვიდე, დასავლეთისკენ რომ წახვიდე, აღმოსავლეთით უნდა იარო. ასევე გააფრთხილა, ერიდე კრაკენსა და ბნელ ალს, ლომსა და გრიფონს, მზის ძესა და მასხარის დრაკონს. ზოგი ფიქრობს, რომ ქუეითი უბრალოდ წინასწარმეტყველი არ არის. შესაძლოა მან ბევრად მეტი იცოდეს მომავალზე. მის შესახებ თითქმის არაფერი გაუმხელია ჯორჯ მარტინს, ამიტომ ბევრი მკითხველი თვლის, რომ ქუეითი მომავალ წიგნებში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან როლს ითამაშებს. Cold Hands, ანუ ცივი ხელების ნამდვილი ვინაობა დღემდე უცნობია და ბევრი თეორიის საგანია. მას პირველად ხვდებით კეთლის მიღმა, როცა გადაარჩენს სემუელ ტარლის. მოგვიანებით ეხმარება ბრან სტარკს, მეერა და ჯოჯენ რიდებსა და ჰოდორს სამთვალაყორანთან მისვლაში. ის მკვდარია, მაგრამ არ არის თეთრი მოხეტიალე. იგი შემოსილია როგორც Night Watch-ის წევრები. მისი ხელები გამოიყურება როგორც გაყინული გვამის, არ სუნთქავს, არ ჭამს, შეუძლია საუბარი და დამოუკიდებლად აზროვნება. გადაადგილდება გიგანტური ცხენირემით. ებრძვის თეთრ მოხეტიალეებს, იცავს ადამიანებს. ის ემსახურება სამთვალაყორანს და ტყის ბავშვებს. ამიტომ ბევრი ფიქრობს, რომ ის რაღაც შუამავალი არსებაა, მკვდარი ადამიანი, რომელიც მაგიით არის შენარჩუნებული. როცა ბრანი ეკითხება ტყის ბავშვს, ვინ არის Cold Hands, პასუხი ასეთია: ის დიდი ხნის წინ მოკლეს. თუ ეს სიტყვები პირდაპირ მნიშვნელობითაა გამოყენებული, Cold Hands შეიძლება 100 წელზე მეტი ხნის მკვდარი იყოს, ან თუნდაც პირველი გრძელი ღამის დროინდელი. არის თუ არა ბენჯენ სტარკი? ეს ყველაზე პოპულარული თეორია იყო. ტელეადაპტაციაში Game of Thrones-ში Cold Hands საერთოდ არ ჩნდება. მისი როლის ნაწილი ბენჯენ სტარკს გადააბარეს, რამაც ბევრი მაყურებელი დააბნია და გააძლიერა ეს თეორია. მაგრამ საინტერესო ფაქტია, რომ მარტინის ხელნაწერებზე მისი რედაქტორის შენიშვნაა. ეს ბენჯენია? მარტინმა გვერდით მიუწერა. არა. ამიტომ დღეს თითქმის დადასტურებულად ითვლება, რომ Cold Hands არ არის ბენჯენ სტარკი. რატომ არის ის ასე საინტერესო? შესაძლოა იცოდეს თეთრი მოხეტიალეების წარმოშობის საიდუმლო, უკავშირდება Blood Ravens და ტყის ბავშვებს. შეიძლება მნიშვნელოვან როლს ასრულებდეს მე-6 გამოუქვეყნებელ წიგნში The Winds of Winter. Howland Reed, ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი და პოტენციურად ყველაზე მნიშვნელოვანი პერსონაჟია მთელ საგაში. საინტერესოა, რომ 5-ვე წიგნის განმავლობაში ის არც ერთხელ არ გამოჩენილა სცენაზე პირადად, თუმცა მისი სახელი მუდმივად უკავშირდება უდიდეს საიდუმლოებებს. ის არის რიდების სახლის მეთაური, ფლობს მოძრავ ციხესიმაგრეს Greywater Watch-ს, არის ჭაობის ხალხის კრანოგელების წინამძღოლი, ედარდ სტარკის უახლოესი მეგობარი, მეერა და ჯოჯენ რიდების მამა. რიდები ცხოვრობენ ნეკში, ჩრდილოეთისა და სამხრეთის დამაკავშირებელ უზარმაზარ ჭაობებში. მათი ხალხი დაბალი ტანისაა, იყენებენ შუბებს, ბადეებს, შხამიან ისრებს და ჭაობში ბრძოლის უნიკალურ მეთოდებს. მათზე ამბობენ, რომ ფლობენ ძველ მაგიას და განსაკუთრებული კავშირი აქვთ ბუნებასთან.
ახალგაზრდობაში ჰოულენდმა დატოვა მშობლიური ჭაობები და გაემგზავრა სახეთა კუნძულზე, სადაც მწვანე კაცები ცხოვრობენ. სწორედ აქედან იწყება ერთ-ერთი ყველაზე დიდი საიდუმლო, რადგან ბევრი ფიქრობს, რომ მან შეისწავლა ძველი ღმერთების მაგია, ვეირვუდებთან საუბარი, მწვანე მხილველთა ცოდნა. დაპყრობის შემდგომ 291 წელს ჰოულენდი ჩავიდა ცნობილ ტურნირზე ჰარენჰოლში. იქ ის უცხოდ და უცნაურად გამოიყურებოდა, დაბალი ტანის იყო, მწვანე და ყავისფერი ტანსაცმელი ეცვა. არ ჰგავდა დიდგვაროვან რაინდებს, სამმა ახალგაზრდა სკვაირმა დასცინა და ფიზიკურადაც გაუსწორდა. როცა ლიანა სტარკმა გაიგო, რა დაემართა ჰოულენდს, გაბრაზდა, მაშინვე ცხენზე შეჯდა, ხელში ხის სავარჯიშო ხმალი აიღო და იმ სკვაირებს თავს დაესხა. სწორედ აქედან იწყება სტარკებისა და რიდის მეგობრობა. მეორე დღეს გამოჩნდა იდუმალი მოცინარი ხის რაინდი, რომელმაც სწორედ იმ რაინდებს ძლია, რომელთა მსახურებმაც ჰოულენდი დაამცირეს. უმრავლესობა ფიქრობს, რომ მოცინარი ხის რაინდი სინამდვილეში ლიანა სტარკი იყო და ამ საიდუმლოს ერთადერთი ცოცხალი მოწმე სწორედ ჰოულენდ რიდია. და ყველაზე მნიშვნელოვანი, რატომაც ჰოულენდს ასეთი დიდი მნიშვნელობა აქვს. როდესაც რობერტის აჯანყება დასრულდა, ედარდ სტარკი 6 თანამებრძოლთან ერთად გაემგზავრა დორნში, სიხარულის ციხესიმაგრეში. იქ მათ დაუპირისპირდნენ მეფის გვარდიის 3 წევრი, არტურ დეინი, ოსუელ უენთი და ჯერალდ ჰაითაუერი, ყველა დაიღუპა ნედის და ჰოულენდის გარდა. თავად ნედი მოგვიანებით ამბობს, რომ ჰოულენდის გარეშე არტურ დეინს ვერ დაამარცხებდა, ზუსტად როგორ გადაარჩინა მან ნედი წიგნებში ჯერაც არ ვიცით. ბრძოლის შემდეგ ნედმა კოშკში იპოვა სისხლით დაფარულ საწოლზე მწოლიარე მომაკვდავი ლიანა სტარკი. რა უთხრა ლიანამ ნედს სინამდვილეში, იყო თუ არა ჯონი ნამდვილად ლიანასა და რეიგარის შვილი, როგორ მოკვდა არტურ დეინი, რატომ იცავდა 3 მეფის გვარდიელი კოშკს, მაშინ როცა ომი უკვე წაგებული იყო. ჰოულენდ რიდი არის ერთადერთი ცოცხალი მოწმე, რომელმაც მთელი სიმართლე იცის, თუმცა ამ ამბების შემდეგ ჰოულენდი გაუჩინარდა. ის დღემდე ცხოვრობს გრეი ვოთერვოჩში, ციხესიმაგრეში, რომლის ზუსტი მდებარეობაც არავინ იცის. ბრინდენ რივერს, რომელსაც ხშირად ბლად რეივენს, ანუ სისხლიან ყორანს უწოდებენ, არის ჯორჯ მარტინის სამყაროს კიდევ ერთი ყველაზე იდუმალი და გავლენიანი პერსონაჟი. მიუხედავად იმისა, რომ წიგნებში უშუალოდ იშვიათად ჩნდება, მისი მოქმედებები თითქმის საუკუნეზე მეტ ისტორიას განსაზღვრავს. ბრინდენი ეიგონ მეოთხესა და მელისა ბლეკფუდის შვილი იყო. ის ერთ-ერთი იყო ცნობილი გრეით ბასთარდიდან. მას ჰქონდა ძალიან ფერმკრთალი კანი, ალბინოსივით თეთრი თმა, ერთი თვალი წითელი ჰქონდა, მეორე კი დაკარგა, მაგრამ რა ვითარებაში უცნობია. სახეზე კისერზე და მხარზე გადაჭიმული ჰქონდა დიდი ღვინისფერი ლაქა, რომელიც სისხლიან ყორანს ჰგავდა. სწორედ აქედან მიიღო მეტსახელი ბლად რეივენ, სისხლიანი ყორანი. ბრინდენი ჩვეულებრივი ადამიანი არ იყო. ის მწვანედ მხილველი იყო, სიზმართ მხილველიც. შეეძლო ყორნების კონტროლი, კავშირი ჰქონდა ვეირვუდებთან. შეეძლო ასევე წარსულის ხილვა და ადამიანების გონებაში შეღწევა. მას პირადი გერბი ჰქონდა, თეთრ ფარზე გამოსახული შავი სამთავიანი დრაკონი, სისხლის წვეთებით. ბრინდენი ფლობდა ვალირიულ ხმალს, დარკ სისთერს, რომელსაც ადრე ატარებდა ვისენია და შემდგომში დეიმონ ტარგარიენი. აქამდე უცნობია, სად არის ეს ხმალი. ბევრი ფიქრობს, რომ იგი ჯერ კიდევ ბრინდენის გამოქვაბულშია. მას საკუთარი ელიტური მშვილდოსნების 300 კაციანი რაზმი ჰყავდა, სახელად რეივენ თის, ანუ ყორნის კბილები. ბრინდენ რივერსი 4 ტარგარიენ მეფეს ემსახურა, თუმცა სხვადასხვა თანამდებობაზე. რეირონ მეორე ტარგარიენის დროს გახდა სამეფოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა. იყო მეფის ერთგული მრჩეველი და ჯაშუშური ქსელის ხელმძღვანელი. მონაწილეობდა Battle of the Red Grassfieldში, სადაც ბლეკფაიერების აჯანყება ჩაახშეს. ეირის პირველი ტარგარიენის დროს გახდა მეფის მარჯვენა. ამ პერიოდში რეალურად სწორედ ბრინდენი მართავდა სამეფოს, რადგან ეირის პირველი უფრო წიგნებითა და წინასწარმეტყველებებით იყო გატაცებული, ვიდრე მმართველობით. მეიკარ პირველი ტარგარიენის მეფობის დროსაც შეინარჩუნა მეფის მარჯვენის თანამდებობა, კვლავ აგრძელებდა ბლეკფაიერების წინააღმდეგ ბრძოლას და სამეფოს უსაფრთხოებაზე ზრუნვას. ეიგონ მეხუთე ტარგარიენის გამეფების შემდეგ ბრინდენი ისევ მსახურობდა, მაგრამ მხოლოდ მცირე ხნით. როდესაც მან ეინის ბლეკფაიერი მშვიდობიანი მოლაპარაკებების დაპირებით მიიწვია და სიკვდილით დასაჯა, ეიგონ მეხუთემ ეს ღალატად ჩათვალა. შედეგად ბრინდენი გაგზავნეს კედელზე.
კეთილის მიღმა ერთ-ერთი პატრულირების შემდეგ კი უბრალოდ გაუჩინარდა. დაახლოებით 50 წლის შემდეგ ბრან სტარკი პოულობს გამოქვაბულს, სადაც ხის ფესვებში შერწყმული ძალიან მოხუცი კაცი ცხოვრობს. მან ბრანს უთხრა: "როგორც იქნა რჩეული, ძალიან დიდი ხანია გაკვირდები, 1000 თვალითა და ერთით გიყურებდი. ვიხილე შენი დაბადება და მანამდე მამა შენისაც. ვიხილე შენი პირველი ნაბიჯი, გავიგონე შენი პირველი სიტყვა, შენი პირველი სიზმრის ნაწილიც ვიყავი, ვიყურებდი, როცა ჩამოვარდი და ბოლოს მოხვედი ჩემთან, ბრენდონ სტარკ, თუმცა უკვე გვიანია." ეს სწორედ ბრინდენ რივერსი იყო. მისი ნამდვილი მიზანი დღემდე უცნობია. ის ვესტეროსის გადარჩენას ცდილობს, თუ უკვე საუკუნეების განმავლობაში საკუთარ გეგმას ასრულებს.